მეგობრებო, მოგესალმებით. მორიგი საჯარო გაშლა ჩემოძირფასებო. და დღევანდელი საჯარო გაშლის თემა არის რა ბლოკავს ჩემს სიმშვიდეს, სიმშვიდის ენერგიას, ხო? რა იწვევს თქვენში შფოთვებს დღეს სპეციალური ორაკულითაც ვიმუშავებთ, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს შიშის ფაქტორებს, თქვენ ქვეცნობიერ შიშებს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა გველოდება წინ. თქვენ კი ჩემოძირფასებო, შეგახსენებთ, რომ საჭიროა ენერგოინფორმაციული სწორი ურთიერთობისათვის. რა თქმა უნდა, თქვენი კეთილინება გამოიწერთ თუ არა არხს, ეს ყველა ადამიანის თავის ესეთი კეთილინება, თუმცა რაც შეეხება ლაიქს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ერთგვარი უკუპასუხი, რაც მე პირადად მაძლევს იმის мотиваციას, რომ უფრო მეტი საჯარო გაშლები ჩავწერო თქვენთვის. რა თქმა უნდა, თქვენი კომენტარებიც ძალიან გამიხარდება და ნებისმიერი რეაქცია თქვენი, ეს არის გამოხატულება, სიმბიოზი, ურთიერთობა ჩემი და თქვენი, რაც საბოლოო ჯამში თქვენს ენერგოინფორმაციულად გავსებთ და რა თქმა უნდა, არხსაც YouTube-ზე ძალიან ეხმარება. შესაძლოა ჩემოძირფასებო, სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ეს არის მწვანე ავანტიურინის მინერალი, მეორე ეს არის მთის ფროლი და მესამე ეს არის ამეთვისტო. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. ჯერ ვარიანტები არ მაქვს დავაგებული, მაგრამ კარგად დააკვირდით სამივე მინერალს. მანამდე შეისწავლეთ და შეიგრძენით მინერალები. მე კი როდესაც არკანებს დავალაგებ. მოდი როგორც უმჩოული ხართ ისე გავაკეთებ. მე კი არკანებს ახლა დავალაგებ სამ ვარიანტად და ჩვენ გავიგებთ რა არის თქვენი ბლოკი, ყველაზე დიდი შიში, რაც ხელს გიშლით ბედნიერებაში და სულიერ სიმშვიდეში. მოსასადამე. ვარიანტი პირველი, თქვენი ბლოკი. ვარიანტი მეორე, თქვენი ბლოკი, რაც ხელს გიშლით. დავუყოთ ეკრანი და ვარიანტი 3, თქვენი ბლოკი, რაც ხელს გიშლით სულიერ სიმშვიდეში. მოსასადამე, პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტო, მეორე ვარიანტი იქნება ავანტიურინი და მესამე ვარიანტი იქნება მთის ბროლი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით სამივე ვარიანტი, დახუჭეთ თვალები და თქვით, რა არის ის მთავარი შიში, რაც რეალურად ბლოკავს ჩემს ბედნიერებას და მე თქვენ ამ პასუხს რა თქმა უნდა აუცილებლად გაგიზიარებთ. მოსასადამე, რა ბლოკავს ჩემს შიშს, ჩემს ბედნიერებას, რა არის ჩემი ყველაზე დიდი შიში, რაც ხელს მიშლის. მოსასადამე, ვფიქრობ, სამივე ვარიანტი ჩამოყალიბ და მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ვინც აერჩია ამეთვისტოს მინერალი. რა არის ის მთავარი ბლოკი, რაც ხელს გიშლით და ამოვიდა პენტაკლების მეფე. და რა როლშია პენტაკლების მეფე, მაგრამ რადგან კონკრეტული პენტაკლების მეფე ამოვიდა თქვენს მთავარ შიშად და ბლოკად, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი პიროვნული ბედნიერებისათვის, გადავლეთ თვალი თქვენს პირად ურთიერთობებს, გადავლეთ თვალი თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს, მაგრამ მაინც მინდა ვნახო, რას ბლოკავს პენტაკლების მეფე პირველი ვარიანტის ნაწილში. არკანის სამართლიანობა. და სამიანების პენტაკლები. და შიშების ორაკული რას გვეტყვის? რა არის თქვენი მთავარი შიში? რა არის თქვენი მთავარი შიში? რომ ვფიქრობ, რომ აქ საკუთარი
ნახეთ მეგობრებო, როგორი რაღაც არის გაჩნი ახლა სიტუაციას, ძალიან ისეთი ინფორმაცია მოდის, რომელიც ორ სცენარზე მინდა რომ განაწილდეს. პირველი, თუ ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი და თქვენი მყოფებით ვთქვათ, ურთიერთობაში მამაკაცთან, რომელიც დაოჯახებულია, ზოგადად იცოდეთ, რომ აქ მორალს არავინ არ გიკითხავთ, მაგრამ ეს ძალიან დიდ ენერგოინფორმაციულ ხარვეზს და პოტენციალის განახევრებას ქმნის ქალის ენერგეტიკაში, იმიტომ რომ სამკუთხედი კონკრეტულად იმ ადამიანისთვის, ვინც არის ამ სამკუთხედში, გულისხმობ, ვინც შესულია ამ ურთიერთობაში, არ გულისხმობ ცოლის და მეუღლის პოზიციას, ყოველთვის მიდის ენერგეტიკულ მინუსებში. მიდის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მამაკაცი აქვს როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი არის გადამტანი, მოდი ასე ვთქვათ, თქვენსა და კონკრეტულ ქალს შორის კონკრეტული ენერგიების და რას ნიშნავს ეს? საბოლოო ჯამში თქვენ და გაუცნობიერებლად თქვენი ახალგაზრდობა, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი თვითშეგრძნება, თქვენი პოტენციალი ყოველთვის უზიარდება სხვა ქალს. ნახეთ, თქვენგან მას. მამაკაცი ამ შემთხვევაში ათამაშებს ამ ენერგიებს, ანუ გადააქვს და გადმოაქვს ეს ენერგიები. ამიტომ თუ კი ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ქალბატონი ბრძანდებით, ძალიან დიდი ალბათობით თქვენი ჯანმრთელობა, ჯანსაღი და ახალგაზრდობა გადავა იმ ქალთან, რომელიც არის ოფიციალურ ქორწინებაში კონკრეტულ მამაკაცთან. არა იმიტომ, რომ ის ასეთი ბოროტი, არამედ იმიტომ, რომ ენერგიები ასე მუშაობს. მამაკაცი აქ უბრალოდ ენერგოინფორმაციული გამტარი არის ამ ყველაფრისა. და ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი სიტყვები, კარგად დააგვერდით მამაკაცებს, რომლებიც ვთქვათ, სასიყვარულო სამკუთხედში არიან, ორ ქალს შორის დაატარებენ ენერგიას, ძალიან კარგად დააგვერდით, ჯანმრთელობა და ვთქვათ, სიმშვიდე, სულიერი თუ ყველაფერი ის, რაც თქვენ კარგ ფორმაში გქონდათ, ნელ-ნელა მიდის მინუსებში და თუ დააგვერდებით მეორე ქალს, რომელიც იღებს ამ ინფორმაციას, ენერგიას თქვენგან, პირიქით ახალგაზრდავდება, თუ არ ახალგაზრდავდება, ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელდება, მშვიდდება, მოკლედ ის რა პოტენციალიც თქვენგან მიდის, გააქვს კონკრეტულ მამაკაცს იმ თავის ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ ქალთან, უბრალოდ იმიტომ, რომ ენერგიები ასე მუშაობს. ეს ერთი პატარა საიდუმლო გაგიზიარეთ, რატომ მიდის ქალი ამ დროს ენერგეტიკულ მინუსებში. თუ ეს ეხება უბრალოდ შვილს, მამას, მეუღლეს, ნებისმიერ შემთხვევაში აქ მაჩვენებს, რომ თქვენი მთავარი შემაკავებელი, მოდი ასე ვთქვათ, და ბლოკი და შიში და შფოთვა კონკრეტული, მოდი ასე ვთქვათ, სამკუთხედია ეს თუ მართკუთხედი თუ საერთოდ არ არის არანაირი გეომეტრიული ფიგურა, წარმოადგენს კონკრეტული მამაკაცი. და საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ადამიანი ბლოკავს, ანუ გაკარგინებთ საკუთარ მეს. რას ნიშნავს ეს, ხომ? გაკარგინებთ საკუთარ თავს, გაკარგინებთ საკუთარ პოტენციალს და თქვენ ამ ისტორიაში იკარგებით. არ აქვს მნიშვნელობა განმეორდები, ვინც პირველი მოვიდა თქვენთან ცნობიერში, ესე იგი ეს არის ზუსტად ის ადამიანი. სხვათა შორის კარმული არგანი სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ ეს არის ესეთი ერთგვარი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი თქვენთვის, რადგან თუ მაგალითად ეს გაკვეთილი გადაილახება და გადაილახება სწორი სცენარით თქვენთვის, დამიჯერეთ, რომ პირველ რიგში, რასაც გააკეთებთ ყველაზე კარგს თქვენი საკუთარი თავისთვის, ეს არის, რომ საკუთარ თავს დაიბრუნებთ და უკვე საკუთარ თავთან ერთად ყველა იმ პოტენციალს, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა და გაიცრიცა ამ ურთიერთობაში, ხომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განუმეორდები, თქვენი მთავარი შფოთვის მთავარი მიზეზი არის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული მამაკაცი. რა ენერგიები და რა, ვთქვათ, ისტორიები იცვლება თქვენსა და ამ მამაკაც შორის. ხა ეს საჯარო გაშლაა და ძალიან
სიღრმეებს ნამდვილად არ ჩავყვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს წაიღებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ღრმა ანალიზი და ღრმა ინფორმაციული დიაგნოსტიკები მიყვარს, მაგრამ იცოდეთ, რომ მინიშნება პრინციპში უკვე მოგეცათ და აქ ის არის ყველაზე დიდი ბლოკი თქვენთვის, რომ დაკარგული გაქვთ საკუთარი მე. ანუ თქვენი ცნობიერი, თქვენი ენერგია და თქვენი პიროვნება მოცული ყავს ამ ადამიანს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მე ამ ადამიანში უბრალოდ ჩაშლილია და ხანდახან ვერ პოულობთ ხოლმე ისე, როგორც ადამიანი უნდა ფლობდეს საკუთარ მეს, ცნობიერს, სხეულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ვარიანტი პირველი. ახლა კი გადავედით ვარიანტი 2-ზე, ვინც არჩია მწვანე ავანტიურინი. მოდით ნახოთ რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში და ბლოკი, რაც ბლოკავს თქვენს ბედნიერებას. რა არის ეს? არკანი ზომიერება, ბალანსი რომ არ დაკარგოთ, ამის გეშინიათ ყველაზე მეტად. და ერთ რამეს გეტყვით, რაც უფრო მეტად ადამიანები ვცდილობთ, რომ რაღაცა შევინარჩუნოთ, რაც უფრო მეტად გვეშინია რაღაცის დაკარგვის, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ბევრი გაიარეთ, ბევრი იბრძოლეთ, ბევრი გადაიტანეთ და ახლა რაღაცნაირად, ანუ აქ შეიძლება სხვათა შორის იყოს ხაცა ცუდის მოლოდინი, ხო, ყოველთვის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია რომ შეირგოს ახლა და ამ მომენტში ის კარგი და დადებითი ენერგიები, რომელიც მას მიეცა და რა თქმა უნდა ჩვენი მოლოდინები, როდესაც ხდება ხოლმე, მე ხელებს ვასავსავებ და აი მე ხო ვიცოდი რომ აუცილებლად რაღაცა ცუდი მოხდებოდა. ეს არის თვითმოჯადოება, თვითგაფუჭების პროგრამა, რომელიც აშკარად ნამდვილად მუშაობს თქვენში და მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გეშინიათ, ძალიან გეშინიათ ბალანსის დაკარგვის. კიდევ ნახოთ. რატომ გეშინიათ ასე ძალიან ბალანსის დაკარგვის მეორე ვარიანტი? რატომ გეშინიათ ასე ძალიან ბალანსის დაკარგვის? და არკანი ვარსკვლავი. იცით რა არის? ძალიან ხშირად ხდებოდა შესაძლებელია თქვენს პირად საზღვრებში უხეშად შემოღწევა, ხო? ან იყო კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენში მუდამ შფოთვის ენერგიებს აღვიძებდა, ხო? თითქოს სულ არის ის მომენტი მოლოდინი კონფლიქტისა, მოლოდინი გულისტკენისა, მოლოდინი ღალატისა და აი მოლოდინი იმისა, რომ აი ამ ენერგიებიდან ვიღაცა გადმოგსვამთ. ჩემო ძვირფასებო, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ სადაც ახლა ხართ და ცდილობთ რომ ბალანსი შეინარჩუნოთ, სამწუხაროდ ხართ არამყარად და ნამდვილად შეიძლება ეს ბალანსი დაგერღვათ, მაგრამ ამის მიზეზი არ იქნება სხვა ადამიანი, ამის მიზეზი იქნებით მხოლოდ თქვენ, იმიტომ რომ ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ბევრი გაიარეთ ნამდვილად, მაგრამ შესაძლოა ბოლომდე ნამდვილად არ დაიწვარა ცეცხლში. ბოლომდე ვერ გაიაზრეთ სცენარის მთლიანობა. მიხვდით ხო? გაიარეთ, მოეჭიდეთ, ეხლა ხართ ერთგვარი ესეთი ადამიანი, რომელიც გარკვეული შტორმის მერე გამოირიყა რაღაცა კუნძულზე, გადარჩა ცოცხალია, ცდილობს რომ გადაირჩინოს თავი, მაგრამ სულ არის იმის შიში, რომ ხა ვიღაცა აუცილებლად მოვა და ისევ ამ შტორმში შეგაგდებთ. აი ამ უსაფრთხო უსაფრთხოდ არ გრძნობთ თავს. მიხვდით ხო? ანუ გეშინიათ რომ არ ჩამოვარდეთ იმ თქვენი წონასწორობიდან, რომელიც გიჭირავთ. გეშინიათ კონფლიქტში შესulis. გეშინიათ ის რომ და სხვათა შორის აქ იცით რისი შიშია კიდე რა საინტერესოა. აქ არის შიში საკუთარი თავის ბოლომდე მიღებისა. მიხვდით ხომ? ანუ შიში კარგად ყოფნის შიში არის ქვეცნობიერ დონეზე. თქვენი თავის მიღებისა კარგ და სტაბილურ რეალობაში. ანუ სულ არის იმის შეგრძნება, რომ ვიღაცამ უნდა ჩამოგაგდოთ
თქვენი კარგი მდგომარეობიდან. ვიღაცამ უნდა შემოაღწიოს, ვიღაცამ უნდა წაგართვათ ეს ან რაღაცნაირად თავისი სიტყვებით გაგაუფასუროთ, ხო? ნახეთ, ესე იგი არის თქვენში რაღაც ესეთი ფსიქოლოგიური ტერმინის გამოვიყენებ ტრიგერები, გეშტალტები, რომლებიც არ დაგიხურავთ და უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში არ მოგასვენებთ და არ გაგაჩერებთ იმ ენერგიებში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ. მოიპოვეთ, მაგრამ გეშინიათ, არის შიში ქვეცნობიერი. გაიაზრეთ და იმუშავეთ ამაზე. ანუ მოდი ასე ვთქვათ, თქვენი მთავარი შიში და ბლოკი იმისა, რომ მიაღწიოთ წარმატებას, ხომ არის აი ეს რაღაცა მუდმივი პანიკური მდგომარეობა, შინაგანი და შფოთვა, რომ ამ ადგილიდან ვიღაცა ჩამოგაგდებთ. მოდით ნახოთ ახლა ორაკულზე თქვენი მთავარი შიში რა არის, რაც ბლოკავს თქვენს წარმატების ენერგიას. ხედავთ როგორი შიში და როგორი სტრესია და როგორ შიშით უყურებთ იმ ახალ სცენარს, რომელიც თქვენს რეალობაშია. ხედავთ ხომ ამას? თქვენს ცხოვრებას უყურებთ შიშით, თქვენს ცხოვრებას უყურებთ შფოთვით. და თქვენ ეს ფილმი, რომელსაც ახლა უყურებთ, ხო, თქვენი რეალობის ირგვლივ გაშინებთ. თუმცა ცალითვალით მაინც ცდილობთ უყუროთ, მაგრამ რა თქმა უნდა მთლიანობაში ეს არის შიშის და შფოთვის ენერგია. გამიგეთხა ჩემო ძვირფასებო. არის რეალურად მიზეზი იმისა, რომ ესე შფოთავთ? არის რეალური მიზეზი იმისა, რომ ასე შფოთავთ? არკანი მთვარე. რეალური მიზეზი ხართ თქვენ. აქ არის დაუმუშავებელი შიშები და შიშები გახსოვდეთ, რაც არ უნდა კარგად მივაყაროთ მიწა და გადავასწოროთ, თუ ის არ არის დამუშავებული ან უბრალოდ ზედაპირულად არის, ასე ვთქვათ, დამუშავებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფუნდამენტალურად არ არის მოგვარებული და ყოველთვის ყოველივე ესეთი სტრესული მომენტების დროს აუცილებლად ამოვა ზედაპირზე და აუცილებლად შეგახსენებთ თავს. ამიტომ ნუ მიაყრით მიწას, ანუ ჩამალავთ თქვენს შიშებს, იმიტომ რომ ის მაინც გიპოვით საბოლოო ჯამში და აქ ვფიქრობ, რომ უნდა შეხვდეთ საკუთარ ჩრდილებს, დრაკონებს, რომლებიც თქვენში არის, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მიიღოთ თქვენი თავი ყველანაირი გამოვლენებით. და თუ კი გრძნობთ, რომ რაღაცებს საკუთარ თავში ბლოკავთ, აჩერებთ, არ ამუშავებთ, ხომ, ის აუცილებლად მოვა ზუსტად აი მხმლების რაინდის სახით, ანუ ადამიანების სახით, სიტუაციების სახით, რომლებიც მუდმივად გაგაღიზიანებთ და დაგაჯერებთ, რომ კი ნამდვილად, ესე იგი, სამყაროს იმდენად არ უყვარხართ, რომ ესე იგი, სულ თქვენს ჯინაზე ხან კარგ სიტუაციებს გაძლევთ და მერე მკვეთრად გართმევთ ყველაფერს. არავინ არაფერს არ გართმევთ, ეს არის თქვენი შიშები, მორჩა და დამთავრდა. მიაქციეთ ამას ყურადღება. დაგიმშვიდობებით მეორე ვარიანტი. გადავედით მესამე ვარიანტზე. თქვენი მთავარი შიში, რაც ბლოკავს თქვენი წარმატების ენერგიას. თქვენი მთავარი შიში რა არის? არკანი სამყარო. შეუცნობლის შიში. ხანდახან ადამიანებს სხვათა შორის ბევრი წარმატება და ან ეს ერთბაშად გახსნილი გარკვეული მოხსნილი საზღვრები, ერთბაშად მოცემული ინფორმაცია, ცვლილებების შიში შეიძლება იყოს აქ. სხვათა შორის არკანი სამყარო შესაძლებელია ძალიან ყველას არ ეხმარა სიკვდილის შიშსაც ნიშნავთ ეს. სხვათა შორის ვნახოთ რაში გამოიხატება თქვენი არკანი სამყარო. საკუთარი თავის გამოვლენის შიში გაქვთ სხვათა შორის ესეც არის, იმიტომ რომ სამყარო ეს ხომ უსასრულო და უსაზღვრო პოტენციალია, ხო? რაში გამოიხატება არკანი სამყარო, ვნახოთ რისი შინია და რა ბლოკავს თქვენს წარმატების ენერგიას. ცხრიანების თასები, всё, გასაგებია, ჩემო ძვირფასებო. ეს არის ის, რომ თქვენ გეშინიათ პირდაპირ გაუბნებით, თქვენ გეშინიათ თვითკმარ და კარგ ენერგიებში ყოფნა. როგორი პარადოქსული არა?
ადამიანს ეშინია კარგად ყოფნის. აი თქვენზე არის საუბარი, ახლა აი ეს მომენტი, რატო ეშინიათ კარგად ყოფნის? ოთხიანების ხმლები, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე აჩერებთ, აი ნახეთ, პოტენციალი არის, საშუალება არის, საზღვრები არის. სხვათა შორის აქ შეიძლება პუბლიკური ესეთი გამოსვლების ან რაღაცა საჯაროების შიშიც იყოს. ნახეთ, ბევრი ვარიანტი, ამიტომ რომ არკანი სამყაროა. და გეშინიათ, რომ უცებ აღმაფრენა მოხდება და მე ესე უცებ გაჩერება მოხდება. ნახეთ, გაჩერების შიში გაქვთ ყველაფერთან ერთად. აი ნახეთ, მოდის პოტენციალი, არის პოტენციალი და ამ პოტენციალის გვეშინია, იმიტომ რომ წინასწარ გვეშინია იმის, რომ შეიძლება ვიღაცამ არ მიგვიღოს, ვიღაცას რაღაცა არ მოეწონოს, არ განვითარდეს, არ მოხდეს ეს რაღაცა დიდ მასშტაბებზე ამის გატანა და კარგად ყოფნის შიში არის ქვეცნობიერ დონეზე. რა არის ის მთავარი შიში, რაც ბლოკავს თქვენს წარმატებას? რა არის ეს? არკანი მაგი, საკუთარი შესაძლებლობები. ჩემო კარგო, ნახეთ რა, თქვენ თვითონვე ბლოკავთ თქვენს თავს. აშკარად შეგიძლიათ, კარგი ხართ, შესაძლებელია ზედმეტად სხვათა შორის დამოკიდებული იყოთ სხვის აზრის შიში, აი ვიღაცას არ მოვეწონები და ნახეთ თქვენი თვით შეფასება ვინმე ჟუჟუნას და ვინმე თამრიკოს და ლამარას და მანანადეიდას აზრებზე არ უნდა იყოს უკაცრავად ვინმეს ქვიათ ეს სახელები, ეს უბრალოდ მოვიყვანა ეს მაგალითად არ უნდა იყოს დამოკიდებული. თქვენი თვით შეფასება არ უნდა იყოს დამოკიდებული არავის. ეს არის მათი რეალობა და მათ აქვთ აბსოლუტური უფლება მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ თუ თქვენს პოტენციალს, რომელიც გაქვთ, ძალას და შესაძლებლობას შესწირავთ სხვა ადამიანების აზრებს და წარმოდგენებს თქვენზე, ხო, მინდა გითხრათ, რომ ყველა შანსს დაკარგავთ, რომელიც სამყარომ თქვენ მოგცათ. ამიტომ თქვენი მთავარი შიში და ბლოკი ეს არის ის, რომ გეშინიათ საჯაროობის, გამოტანის, რეალიზების, საკუთარი ძალის გეშინიათ. სულ არის ეჭქვეშ საკუთარი პოტენციალი შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ვაი და ვერ შევძლო, ვაი და ხალხმა არ მიიღოს, ვაი და ხალხმა არ მომისმინოს, არ გამომყვეს. გამიგეთ ხო, ეს არის თქვენი შიში, რომელიც ბლოკავს თქვენს წარმატების ენერგიას. ახლა ორაკულს ჩავეკითხები. სხვა საჯარო გაშლაზე ვიმუშავებთ, როგორ უნდა მოიხსნას ეს შიშები. რა ბლოკავს თქვენი წარმატების ენერგიას, რა არის ეს მთავარი შიში? ხო, აი არავაი და არასწორი გასაღები, არასწორ ვარიანტები გაქვთ. ნახეთ, აქაც იგივეს მეჩვენებს, არ ვიცი ხედავთ თუ არა. ნახეთ, რამდენი ესე იგი გასაღების ღრიჭოებია შეხედეთ, დააკვირდით, ხო, უამრავი. ხელში გაქვთ გასაღები და გახართ ერთ ადგილზე, ანუ არ იყენებთ არანაირად თქვენს პოტენციალს და ხართ გაჩერებული ერთ ადგილზე, იმიტომ რომ გეშინიათ შეცდომის დაშვების. ვაი და არასწორ ღრიჭოში მოვათავსო გასაღები. არა უშავს, ჩემო კარგო, მოვათავსეთ არასწორში. ესე იგი ეს თქვენი არ არის სხვა გზა ნახეთ. იმიტომ რომ შესაძლებლობაც გაქვთ, პოტენციალიც გაქვთ და ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ მაგრამ იმდენად დიდია ნეგატივის მოლოდინი და იმდენად ქვეცნობიერ დონეზე გეშინიათ კარგად ყოფნის, რომ საბოლოო ჯამში აქ ფუნდამენტალური სამუშაოები გაქვთ გასათარებელი, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი ხართ თქვენ, ვინც აჩერებს ამ ყველაფერს, მეტი არავინ. დაგემშვიდობები ჩემო ძირფასო მეგობრებო და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.